მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით ახალი ვიდეოთი, ეს არის ნომერი მე-3 მარშრუტი. აი ხა ხედავთ თქვენ გამოსასვლელს, რომელიც ღია არის. წინა ვიდეოებში დაკეტილი იყო, აქედან გამოვდივართ მარცხენა ციმციმით. მარცხენა ციმციმის ჩართვის შემდეგ გამოვხედავთ მხარზე, ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას, თუ არავინ არ იქნება, შემოვერთებით და გავყვებით გზას ქალაქის მიმართულებით. ვცდილობთ რომ ნელ-ნელა ვიმოძრაოთ, აგერ ნახეთ მოხოვისთანავე ეგრევე ქვეითი შეგხვდა და ცოტათი შევანელებ, ხა რომ უკან არ წამოვიდეს, რა ვიცით, რა შრება, როგორ მოიქცევა, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ ხოლმე ქვეითებზე. იმიტომ რომ ჩაჭრის ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ქვეითი, ხო? ან ქვეითთა გადასასვლელია, ან უბრალოდ ქვეითი, როდესაც გზაზე გადმოდის ხოლმე. აი აქ ეხა ჩავრთავ მარცხენა ციმციმას, სარკეს შევამოწმებ მხარზე გავიხედებით და გვერდით გადმოვიწევი. 500 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ დაგვიძახებს, რაც ყურადღებას ვაქცევთ ეხა იმას, რომ ჩვენ გვჭირდება მარჯვენა მხარის დაკავება. ქვეითები არიან, ქვეით მანქანასაც ვხედავ, მაგრამ ჯერ ქვეითებს გავწდები და მანქანას არ დაველოდები, იმიტომ რომ შეიძლება ზედმეტად ახლოს იყოს, ხო? ამიტომ ნახეთ, 300 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ, ჩავრთე მარჯვენა ციმციმა, გვერდით გამოვხედე, ნელ-ნელა გადმოვალ, შევანელებ მანქანასთან, რომ ზედმეტად სწრაფად და ახლოს არ ჩავიარო. გადმოვედით მარჯვენა მხარეს და ეხა გვეტყვის, რომ მალე მოვუხვიოთ მარჯვნივ, ანუ ჩავრთავთ მალეზე მარჯვენა ციმციმას, ოდნავ შევანელებ ვიწრო არის შესასვლელში. აი ესე ნელ-ნელა წამოვალ მარჯვენა მხარეს, ჯერ აქედანვე გავხედავ მხარზე, დავინახე რომ მანქანები არიან და აქედან კიდევ ერთხელ გავიხედები, ვხედავ რომ ტრაილერი მოდის, ამიტომ არ ავაჩქარებ, ნელ-ნელა გავაგრძელებ მოძრაობას, 70 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, ესეც ჩვენი ტრაილერი გაქვს და შევამოწმეს სარკე, ნელ-ნელა მანქანის აჩქარებას ვიწყებ, 40-ით მოვდივარ ამ მომენტში, სარკე შევამოწმე, მხარზე გავხედე და არავინ არ არის, გადმოვედი გვერდით, უკვე შევუერთდი. ამ მომენტში ახლა 56-ით მოვდივარ, უკვე აი ესე ძალიან მალე ჩქარდება 67-ით ვარ ახლა 70-იანი ზონაა და მოძრაობთ 60-65-ით, უმჯობესია მაინც რომ 60-ით იმოძრაოთ და ზედმეტად არ გაგვექცეს სიჩქარე, იმიტომ რომ 60-დან დავუშვათ და სიჩქარე გაგვექცეს, 65-ზე რო ავიდეს, მივხვდებით, რომ ოდნავ უფრო სწრაფად მივდივართ. მაგრამ აი 65-დან უკვე რომ 70-მდე გაგვექცეს და მივხვდეთ, რომ სწრაფად მივდივართ, უკვე ცოტათი შეიძლება გვიანი იყოს, იმიტომ რომ სუბუქ შეცდომას უკვე დაგვიწერს იმის გამო, რომ სიჩქარე დაუშვათ და გადაგვიცდა 70-ს. თუ 70-ს არ გადაგიცდებათ, შეცდომასაც არ მიიღებთ, მაგრამ მაქსიმალურად მიაქციეთ ყურადღება ამ ყველაფერს. თავარია ზოლში სწორად მოძრაობა ვისწავლოთ გაკვეთილებზე, სიჩქარის კარგად გაკონტროლება, რომ მერე უკვე გამოცდაზე ხელი არ შეგვიშალოს, სწავლის დროსაც ხელი შემშლელია, როცა სიჩქარის და ზოლის გაკონტროლება მოსწავლეს უჭირს. ამიტომ თავიდან პირველ რიგში ყოველთვის ვასწავლეთ, რომ ზოლის გაკონტროლება ისწავლოს კარგად და სიჩქარის გაკონტროლება, რომ ზედმეტი გაზი არ მოუვიდეს და ზედმეტად მუხრუჭს არ დააჭიროს მოსწავლე. შემდეგ უკვე გადავდივართ სხვა ელემენტებზე, რაც საჭირო არის ქალაქის გამოსვლის ჩასაბარებლად. აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მოვუხვიოთ მარცხნივ, ამ შემთხვევაში ახლა 40-ით მივდივარ, იმიტომ რომ წინ მიმავალი სათვირთო ტრაილერი მიდის ისიც ალბათ 42-ით მიდის, ეგეც სავარაუდოდ, იმიტომ რომ ვერც ვეწევი, ვერც თვითონ ვერ მასწრებს, ხო? მერე გვეტყვის სადღაც აი ამ ტერიტორიაზე რომ მოვალთ, რომ 300 მეტრი მოვუხვიოთ მარცხნივ, ერთი ზოლი გვაქვს, ზოლს ვერ შევიცვლით, ანუ არსად გადასასვლელები არ ხვდებით, ვართ ამ ერთ ზოლში და უკვე მალეს რო გავიგებთ, მერე ჩავრთავთ ციმციმას და უნდა მოვუხვიოთ მოსახვევში. აი აქ პირდაპირ და მარცხნივ ის არის რო არის. აი ეს ჩაღრმავებებს დავიჭერ, მალე მოუხვე მარცხნივ, ჩავრთე მარცხენა ციმციმა, ოდნავ შევანელე, სარკე შევამოწმე, არავინ არ მისწრებს, მერე წინაც ვხედავ რომ არავინ არ მოდის და ჩამოვდივარ აი აქ მარცხენა ზოლში. კედელთან არ უნდა შევიდეთ გვერდით ზოლი არ გაგვაჩნია. შემდეგ აქ უკვე ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, შევამოწმებ მარჯვენა სარკეს და მხარზე გავხედავ მარჯვენა, როგორც კი საშუალებას მომცემს ზოლი რომ გადმოვიდე მარჯვენა მხარეს, გადმოვალ მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ზოლში ვიმოძრავ. როგორც კი ჩამოვედით მოსახვევში, მაშინვე გქონდა უკვე 50, ამიტომ 35-დან ზევით მოძრავთ 50-მდე, მაგრამ უმჯობესია რომ 35-40-ით ვიმოძრავთ, გააჩნია სიტუაციას. ამ შემთხვევაში ახლა 40-ით მოვდივარ. წინ ზებრა გადასასვლელი იქნება და იქ უკვე მანქანის შენელება მომიწევს. აქ პატარა ახლა იამა უნდა იყოს წესით, აი მანქანა ჩავარდა იმის მიხედვით ხვდებით, ხო? შევანელე სარკები შევამოწმე ნებისმიერ ვარიანტში, რომ მე ვიცოდე, რომ ვინმე გზა ან არ გადმომიჭრას, ან შეიძლება იამაში ჩავარდნა სწრაფად ჯობდეს, ვიდრე ვიღაცამ უკნიდან დაგვეჯახოს და ტორმუზი ვერ მოასწროს, ხო? ამიტომ მიაქციეთ მაქსიმალური ყურადღება იმას, რომ რა სიჩქარით როდის ვიმოძრავებთ, ხო?
აი ესე. ეხა ვაგრძელებთ მოძრაობას უკვე 30-იანი ზონა შევხვდება და ზებრა გადასასვლელი იქნება, სადაც ჩვენ გვიწევს, რომ მანქანა შევანელოთ, მხარზე ჯერ გზაჯვარედინზე გავიხედოთ ორივე მხარეს, მერე ზებრაზე გავიხედოთ ორივე მხარეს და გავცდებით თუ არა ზებრას, ისევ 50 გვექნება, ანუ შეგვიძლია რომ ნელ-ნელა ისევ ავაჩქაროთ. ზებრაზე გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ორივე მხარეს კარგად გაიხედოთ და არავინ არ მოძრაობდეს, ასევე სიჩქარე გააკონტროლოთ, რომ ზედმეტად სწრაფად არ გაიაროთ, ანუ 30-ზე ზევით არ გაიაროთ და პირიქით ზედმეტად 5-ით და 4-ით არ გადახვიდეთ თუ უსაფრთხო იქნება. მარცხენა ციმციმას ჩავრთავ, მანქანები არიან ეხა ჩემს გვერდით და უკანაც ერთი მანქანა არის. ამიაროს გვერდი, რომ მეც არ შევაყოვნო და თვითონაც ხელი არ შეგვიშალოს, სარკეს შევამოწმე, გავიხედე გვერდით და წამოვედი, გადმოვდივარ მარცხენა ზოლში. აუცილებლად სარკეებში, აი ესე ხო არის, წინ ხო ვიყურები, სარკე მარცხენა ასე გავიხედე, მარჯვენა ესე გავიხედე, ხო, აუცილებლად თავი ამოძრავეთ ნებისმიერ ვარიანტში, რომ გამომცდელმა დაინახოს თქვენი სწორი რეაგირება. ისევ 30-იანი მოგცა, შევანელებთ ნელ-ნელა მანქანას, 40-ით მოვდიოდი და ვანელებთ ნელ-ნელა, პატარა იამა იყო, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ წინა მანქანა ისევ ჩავარდა, გავიხედეთ ორივე მხარეს გზაჯვარედინზე, ზებრაზეც და მერე გადავკვეთეთ. თუ ვინმე იქნება გზაჯვარედინზე, არ ვუთმობ, დათმობა აქვთ, მაგრამ მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება გზა გადმოგვიჭრან და ქვეითთა გადასასვლელზე თუ ვინმე იქნება, აქ შუქნიშანი არ არეგულირებს, შესაბამისად, ყველა ქვეითი უნდა გავატაროთ, ვინც ზებრასთან იქნება. მხარზე მარცხნივ, მარჯვნივ, ორივე სიტუაცია, ანუ ზებრაც და გზაჯვარედინიც უნდა დავაკვირდეთ კარგად და ორივე უნდა შევაფასოთ. 500 მეტრში მოვუხვიეთ, მარცხნივ დაგვიძახებს, ანუ ჯერჯერობით ისევ პირდაპირ მივდივართ, 50 გვაქვს მაქსიმალური, როგორც კი ზებრებს გავწდებით, ზებრამდე 30 გვაქვს, აქ ნიშანი არ ჩანს და არ ვიცი ზუსტად, ეხა აი ვერ დავინახე, ვერსაც შეიძლება არ დგას, მაგრამ მანქანას ვანელებთ, იმიტომ რომ ქვეითთა გადასასვლელია, ორივე მხარეს კარგად გავიხედებით და ვაგრძელებთ მოძრაობას. 300 მეტრი მოვუხვიოთ მარცხნივ, შემდეგ უკვე გვეტყვის მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, აქ მარჯვენა ზოლში თუ იქნებოდით, მარცხენა ზოლში გადმოხვიდოდით 500-ზე და 300 მეტრზე, მაგრამ მარჯვენა ზოლი ძირითადად სულ არის ხოლმე დაბრკოლებული, ამიტომ მარცხენა ზოლში გვიწევს მოძრაობა. მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, ოდნავ შევანელე, მკვეთრია მოსახვევი, მხარზე მარჯვენა მხარეს გავიხედე და შემოვერთდი ჩვეულებრივ გზას. შემოვდივარ მარცხენა ზოლში, აქედან უკვე გვეტყვის, რომ 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ. ანუ სხვა მარშრუტები მარჯვნივ მიდის, ზოგი მარცხნივ, ზოგი მარჯვნივ. ამიტომ ეს ერთი მარშრუტი ამ შემთხვევაში მარცხენა მხარეს აგრძელებს მოძრაობას და ჩვენ ვაქცევთ იმას ყურადღებას, რომ სწორად დავიჭიროთ ზოლი. ახლოს 300 მეტრსაც გვეტყო და აქედან გვეტყვის, რომ მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ ვანელებ, ჯერ ზებრაზე გავიხედები, არავინ არ მოძრაობს, ნელ-ნელა წინ შევალ და მარცხნივ წამოვალ, იმიტომ რომ ის არის შუაში და მარჯვენა მხარეს რო შევიდე, სხვაგან შემიყვანს, მარცხენა მხარეს გავიხედები, რომ ავტობუსი არ მოძრაობდეს, სიმციმა გამომერთო, ხელახლა ჩავრთავ, ამ მანქანის უკან გავჩერდები და დაველოდები. რომ გაიაროს და ამის გავლის შემდეგ მეც ნელ-ნელა მივდივარ. ოღონდ მე მაინც ვამოწმებ, აი სამკუთხედებთან მოვედი, ისევ გავიხედე მხარზე. გზაჯვარედინს გავხედე, რომ ჩაკეტილი არ იყოს და შესვლას მოვახერხებ თუ არა, ეს უნდა გამოვთვალოთ, ანუ თუ ორი მანქანა იდგება, შესვლას ვეღარ მოვახერხებ და გზაჯვარედინამდე, ანუ იმ სამკუთხედებთან გავჩერდებოდით. მარცხენა ციმციმა გვაქვს ჩართული და მარჯვენა მხარეს უყურებთ. დათმობა გვაქვს მარჯვენა მხარეს, ჯერ ჩვენ წინა მანქანა გავა, შემდეგ უკვე ჩვენ უნდა გავიდეთ. თუ წინ მანქანა დაუშვათ, ცოტათი წინ მიიწევა, თქვენ ეგრევე არ მიიწიოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს წრიული იმხელა დისტანცია აქვს, ანუ იმხელა მანძილი უკავია, რომ თავისუფლად არც უკან უშლით ხელს, არც წინ. ნელ-ნელა წავიდავ, ხედავ, რომ არავინ არ მოძრაობს, მეც გავყევი, შევანელე, გავიხედე ისევ მხარზე მარჯვნივ, რომ არავინ მოდიოდეს და წამოვალ და შემოვდივარ პირველივე მარცხენა ზოლში. აქ ეხა საჭეს ნელ-ნელა გავასწორებ და ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. მარცხენა ზოლით ვაგრძელებთ, მარცხნივ მარჯვნივ ზებრაზე გავიხედეთ, შეგვიძლია აქ ავდგეთ და შუა ზოლში გადავიდეთ, ანუ მარჯვნივ გადავიწიოთ, მაგრამ შეგვიძლია დავრჩეთ მარცხენა ზოლში და მარცხენა ზოლით გავაგრძელოთ პირდაპირ მოძრაობა, იმიტომ რომ მოკლე მანძილია და შემდეგ ისევ მარცხენა ზოლში აღმოჩნდებით, იქ უკვე ორი ზოლი იქნება. შუა ზოლიდან შეძლებთ, რომ შეხვიდეთ მარჯვენა ზოლში. მარჯვენა ზოლშიდანაც მარჯვენა ზოლში შედიხართ, მაგრამ ჯობიათ, რომ მარჯვენა ზოლში არ გადახვიდეთ. ან მარცხენაში, ან შუაში. ამ შემთხვევაში მარცხენა ზოლში ვარ, ცოტათი მარცხნივ წამოვედით, მე ნელ-ნელა ესე მარჯვნივ მივიწევი, რომ გავასწორო ზოლში კარგად მანქანა და პირდაპირ გავაგრძელებთ აქედან მოძრაობას.
ზებრა გადასასვლელი არის, აი ეს კუნძული არ გეგონოთ, ანუ თავიდან ბოლომდე უთმობთ, გავიხედეთ მარცხნივ, მარჯვნივ არავინ არ მოძრაობს, ნელ-ნელა ავაჩქარებ, გავაგრძელებ მოძრაობას, იამას ავარდე თავი თქვენ შეგიძლიათ, რომ აი ეს კანალიზაციის თავსაფრები რო არის და ინტერნეტის რაღაც თავსაფრები, მაგეებს ჩვეულებრივ გადავუაროთ, არ არიდოთ, უბრალოდ თუ დიდი იქნება, ჯობია ან მოარიდოთ, ან ძალიან მსუბუქად გადაატაროთ იქ მანქანა, არ იჩქაროთ არც ერთ შემთხვევაში. მწვანე გვაქვს ანთებული, პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, ოდნავ ისევ მარცხნივ მოვიწევი, რომ ამასაც ავწვდი აქედან. ეს. მივდივართ პირდაპირ, კომპიუტერი დაგვიძახებს, რომ იმოძრავეთ პირდაპირ შემდეგ მინიშნებამდე, ანუ აქედან მინიშნებას აღარ მოგცემს, მაქსიმუმ შუა გზაში წრიულებს გავდივართ და წრიულებზე გვითხრას, რომ წრიული მოძრაობა პირდაპირ. შევანელებ, მარჯვნივ ქვეითი არის, ერთი წამით გავაჩერებ მანქანას, მარცხნიდან წამოვიდა ქვეითი მარჯვენა მხარეს, ამბის ველოდებოდით, მაგრამ ამ დროს მარცხნიდან სხვა წამოვიდა, ჩვენ ზოლს როგორც კი გაცდება, უნდა დავაფიქსიროთ, რომ სხვა არავინ არ არის და ეს ქვეითი ადის ბოლომდე ზებრის მიმართულებით, ანუ დაასრულებს გადასვლას და მერე ვაგრძელებთ მოძრაობას. მანამდე ჯობია მოძრაობა არ დაიწყოთ, იმიტომ რომ ან უკან მოტრიალდეს სიტყვაზე, ან სხვა ქვეითი გადმოვიდეს, უკვე ეგრევე ჩავიჭრებით, არანაირი მსუბუქი შეცდომა მაგაზე არ დაიწერება. აქედან ჩავთავთ მაგალითად მარჯვენა ციმციმას სარკეს შევამოწმებთ ხარზე, გავიხედებით და გადმოვალ მარჯვენა ზოლში. მერე აქ ცოტათი შევანელებ, ისევ ზებრა გვაქვს, მარჯვნივ ხილვადობა ცოტათი შეზღუდულია, ორივე მხარეს გავიხედებით და მივდივართ ისევ წინ. პირდაპირ მოძრაობთ იქამდე, სანამ მაგისტრალზე არ დაგვატრიალებს და უკან არ წამოგვიყვანს. ხო, მარცხენა ზოლში შეგიძლიათ ყოფნა და მარცხენა ზოლიდან მარცხენა ზოლში გააგრძელებთ წინ მოძრაობას, ამ შემთხვევაში მარჯვენა ზოლში რადგან გადმოვედი, შუა ზოლში გავაგრძელებ წინ მოძრაობას და თუ მარცხნივ იქნებოდით, მაშინ ჩართავდით გზაჯვარედინს გადმოკვეთის მერე მარჯვენა ციმციმას და შუაში გადმოხვალთ, ან ამ გზაჯვარედინს მერე ნახეთ, კიდევ ერთ გზაჯვარედინს გავდივართ, ქვეითი მოდის მარცხენა მხრიდან, ვუთმობთ და ამ ზებრის გადასვლის მერე გადმოვდივართ შუა ზოლში. აუცილებელია, იმიტომ რომ მარცხენა მხარეს გზა მხოლოდ მარცხნივ წავა და შესაბამისად ჩვენ პირდაპირ ვერ გავაგრძელებთ მოძრაობას და ეს იქნება ჩვეულებრივ ჭამჭრელი, ხო? იმიტომ რომ მიმართულება შეგვეშლება. ანუ სხვა მიმართულებით წაგვიყვანს გზა. პირდაპირ მივდივართ, ვიმეორებ, რომ 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე, 50-ს არ უნდა გადავაჭარბოთ, ანუ 40-55-ით მოძრაობთ, ამ შემთხვევაში ხა 45-ით მოვდივართ. ჩვენ წინ მანქანასთან დისტანცია აუცილებლად უნდა გვეჭიროს, განსაკუთრებით თუ სასწავლო მანქანა არის, იმიტომ რომ არ ვიცით რა მომენტში რომელ მხარეს წავა, შეიძლება გადაუხვიოს საგამოცდო გზიდან, შეიძლება საგამოცდო გზას გაყვეს, ამიტომ სასწავლო მანქანებს არ მიხვეთ, მოусმინეთ კომპიუტერს, რას გეტყვით, როგორ გეტყვით და რომელი მიმართულებით მიდიხართ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხა მაგალითად პირდაპირ მივდივართ, მაგრამ თქვენ ხო არ იცით ყველა მარშრუტი ზეპირად შესაბამისად, შეიძლება ისეთ მარშრუტზე იყოთ, რომელიც აი აქ წრიულზე დაგატრიალებთ და უკან მოგიყვანთ, მაგრამ სავარაუდოდ ეს მანქანა ჩვენ წინ სასწავლო რომელიც არის პირდაპირ გააგრძელებს მოძრაობას. ჩვენც პირდაპირ მივდივართ, მაგრამ კომპიუტერს რო ეთქვა მაგალითად მარცხნივ და მარცხნივ მოტრიალდითო და ჩვენ ამ მანქანას გავყოლოდით, ჩავიჭრებოდით. შესაბამისად არ მივყვებით არავის. ჩვენ ყოველთვის ჩვენ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, მარცხნივ მარჯვნივ გავიხედეთ და ნელ-ნელა გავაგრძელებთ მოძრაობა. აი აქ გვეტყოდა რომ წრიული მოძრაობა პირდაპირ. ოდნავ მარჯვნივ მოგვიწევს, ნახეთ როგორ მოვდივართ. მერე ვასწორებთ საჭეს და ნელ-ნელა ისევ მარცხნივ მოგვიწევს რომ შევიდეთ. აი ესე. ხო. გვიწევს რომ მარცხნივ და მარჯვნივ მხრით თუ არა, თავით მაინც, აი ისა თვალით მაინც ცოტათი შევაპაროთ, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ ის სიტუაცია, რომ გვერდებიდან გზას არავინ არ გვიჭრიდეს. აი, გაგვცდა ქვეითი და გავაგრძელეთ მოძრაობა. მოძრაობთ პირდაპირ, კიდევ წრიულებს გაველით, სადაც ისევ იგივეს გვეტყვის, რომ იმოძრავეთ პირდაპირ წრიულზეო და ჩვენც უბრალოდ პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, ოდნავ შორიდან გვიწევს, რომ შემოვაროთ წრიულებს. შემდეგი წრიული უფრო მკვეთრი დასაბრუნებელი იქნება მარცხენა მხარეს, ანუ მარჯვნივ პატარათი მივიწევით და მარცხნივ უფრო დიდზე ბრუნდება. წითელი ინთება, უпроსტად ანთია უკვე, შევანელებთ მანქანას, დისტანციის დაცვით ვჩერდებით. აი ხა ამ მომენტში კი რეალურად დაღმართი იქნება თუ დაღმართი ეს მოქმედებს ამ ყველაფერზე, მაგრამ საბურავები როგორც კი შეეხო ჩემი მანქანის ეს მინის ქვედა ნაწილს, მაშინვე ვჩერდები. რეალურად ეს არ არის დისტანციის დაცვა რა, ანუ ამითი არ ვიცავთ. უნდა შეგვეძლოს თვალით განსაზღვრა რა მანძილია და ერთი ხელის მოსმით, ანუ ხელს რომ დავატრიალებთ საჭეს მარცხნივ ან მარჯვნივ, გვერდი აუვაროთ.
მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, რადგან გამოუცდელები ვართ და წინ დისტანციით შეიძლება ვერ მივხვდეთ, ვუყურებთ ხოლმე აუცილებლად აქ და ყველას ეგრე ვასწავლით, რომ აქ უყურე. ეხლა დისტანციასაც ვეუბნებით რეალურად რა, როგორ, რატომ არის საჭირო, მაგრამ ჯობია, რომ თუ გიჭირთ, აი აქ უბრალოდ შეგეხება თუ არა წინა მანქანის საბურავები, მაშინვე გააჩეროთ მანქანა. ხო, ამაზე ისიც მოქმედებს, ოღონდ რამდენად დაბლა გაქვთ სკამი ან რამდენად მაღლა გაქვთ, ხო? შევანელოთ ისევ და ისევ წითელი ინთება, აი აქ გვეთხოვა და ისევ რომ წრიული მოძრაობა იმოძრავეთ პირდაპირ, სტოპ ხაზი გვაქვს, აი აქ არის ეს SD ხაზთან ვაჩერებთ დისტანციით აუცილებლად და არ უნდა გადავწდეთ. თუ გადავწდებით, უკვე შეიძლება მან ავტომატურად იმ წამსვე ჩაგჭრას, ან შეიძლება რომ გვაპატიონ გაჩნია რამდენად კარგად მართავთ მანქანას. იმიტომ რომ ყოფილა მსგავსი შემთხვევები, როცა მოსწავლეს კარგად უმართვია მანქანა და შესაბამისად რაღაცებს პატიობენ. წითელი იყო, ეხლა წინ გადმოვიწე, იმიტომ რომ მწვანე კარგად დავაფიქსირო, როცა ვიჯექი და უკან მიყუდებული ვარ, არ ჩანს არაფერი, ამიტომ წინ გადმოწევა მომიწია, რომ შუქნიშანი დამენახა. აი ნახეთ, წრიული მოძრაობა პირდაპირ, ძალიან პატარათი მოვიწიე მარჯვნივ. და ნახეთ, როგორ დიდზე გვიწევს შიგნ დაბრუნება მარცხენა მხარეს, ეს. რომ შუა ზოლში ვიყოთ, მარცხენა ზოლიდან მარცხენაში და მარჯვენა ზოლიდან მარჯვენა ზოლში გავაგრძელოთ მოძრაობა. აუცილებლად მიაქციეთ მაგას ყურადღება, რომ ხელი არ შეგიშალოთ. ბევრს ეშლება ხოლმე იმაზე ხელი, რომ ზოლის შეცვლის დროს, აი ესე როცა გადავდივართ და მივიწევით და მოვიწევით, სხვადასხვა ზოლებში შედიან ხოლმე, ეს ეგრევე ჩამჭრელი იქნება, ამიტომ არ იჩქაროთ არც ერთ შემთხვევაში. პირდაპირ ვაგრძელებთ ისევ მოძრაობას. ისევ იგივეს გვეტყვის, რომ წრიული მოძრაობა იმოძრავეთ პირდაპირ და შეიძლება დაგვიძახოს ზოგ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა, რომ იმოძრავეთ პირდაპირ და მარჯვნივ. ანუ უბრალოდ წინ მივდივართ, მაგრამ მარცხნივ, ანუ ეს დაგადაზე არ ახვიდეო, მაგას გულისხმობს და მარჯვნივო, ანუ წინ უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა და ამას სიმსიმის ჩართვა არ ჭირდება. ჩვეულებრივ მივდივართ და იქ ადგილზე როცა მივალთ, ამას უკვე ხილახლა განვიხილავთ. სტოპი ხაზი 1 და მეორე. თუ ამ შუქნიშანზე 4 წამი იქნებოდა მწვანე გამოვივლით და მეორეზე გავაჩერებდი, ამ შემთხვევაში ორივე სტოპ ხაზი ძალიან მარტივად გადავკვეთეთ, იმიტომ რომ მწვანე გვენთო, ყოფილა შემთხვევა, რომ 1 გადავკვეთიათ და მეორეზე გასულან, იმიტომ რომ მწვანეზე გავლილი მაქვს, მაგრამ იქ უკვე წითელიანთია, ანუ ეგ შუქნიშანი ორივეს არეგულირებს, ორივეს და ეგ ხაზს. ამიტომ რომელიც არ უნდა იყოს, თუ წითელი იქნება, აუცილებლად ჩერდებით. აქედან ისევ გვეტყვის, რომ წრიული მოძრაობა პირდაპირ და შეიძლება გითხრათ, რომ პირდაპირ და მარჯვნივო, ანუ რა გამოდის, ახლა აი აქ კარგად დავაფიქსიროთ სიტუაცია, როდესაც ზებრას გადავალთ. ესეც ჩამჭრელი ზებრა არის, შესაბამისად ორივე მხარეს ვიყურებით და ძალიან ფრთხილად უნდა გადავიდეთ, არავინ არ მოდის, კარგად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არავინ არ იყოს, რომ ხელი არ შეგვიშალოს. აი ესე წრიული მოძრაობა პირდაპირ. ნელ-ნელა მარჯვნივ მოვიწიეთ და ნახეთ მე ოდნავ მარცხნივ წრიული მოძრაობა პირდაპირ და მარჯვნივ, ასე ხო გვეტყვის? დააკვირდით, უბრალოდ შევდივართ ესე პირდაპირ და ოდნავ მარჯვნივ გვიწევს მოწევა, რომ მარცხნივ მე იქით ამ მხარეს ესტაკადაზე არ ახვიდეთ თუ მარცხენა ზოლში იქნებით. მხარზე გახედავთ, სარკეზე გახედავთ და მარჯვენა ზოლში გააგრძელებთ მოძრაობას. მარჯვენა მხრიდან იქ თავიდან 3 ზოლი არის. მარჯვენა ზოლი უქმდება ჩვენ შუა ზოლში გადმოდიან და ეს შუა ხდება მარჯვენა და მარცხენა. თუ მარცხენა ზოლში გინდათ შესვლა შემოსვლის დროს, აი რკინები რო იყო მან რო გადმოკვეთავდით, მარცხენა ციმციმას ჩართავთ და მარცხენა ზოლში გადახვალთ. აქედან უკვე შეგვიძლია რომ მარცხენა ციმციმა ჩავრთოთ, შევამოწმოთ სარკე, გვერდით გამოვიხედოთ და გადმოვიდეთ მარცხენა ზოლში. 70-იანი გზა არის, 60-65-ით მოძრაობთ, მაგრამ უმჯობესია რომ 60-ით მოძრაობთ, რომ აი ეს ხალხი ვინც იქნება ყველამ გაგასწროთ, ჯობია და თქვენ მათ უკან იყოთ. აი აქედან უკვე წითელი ჯებირები როცა გვაქვს ეს მარცხენა მხარეს, ნელ-ნელა მანქანის აჩქარებას დავიწყებთ 60-დან ავიყვანთ 70-75-მდე, სარკეს ვამოწმებთ, მოტოციკლეტები მისწრებენ, ახლა გადაგვასწრონ, პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას და ლურჯი ნიშანი რო გამოჩნდა ახლა კადრში, მარცხენა ციმციმას ჩავრთავთ, სარკეს შევამოწმებთ, ხედავ რომ არავინ არ მოდის, გავიხედებ შემდეგ გვერდით მხარზე, კიდევ ერთხელ შევამოწმე სარკე და წყვეტილი როგორც კი მომცა და მითითება რომ გადადი და შევერთდიო, მაშინვე გადმოვედი, რომ პირდაპირ წასვლის დროს უწყვეტი იქნება და ეს არ უნდა გადავკვეთოთ. თუ რამეა მან და საჭიროება მოითხოვა და სხვა გზა არ გვაქვს და ვერ გავდივართ და მარცხენა მხარეს მაგალითად მანქანები არიან და ვერ შევუერთდით, მაგ შემთხვევაში უკვე ჩვენ უნდა გავაჩეროთ მანქანა ბოლოში და გაჩერების შემდეგ, როდესაც უსაფრთხო იქნება, მარცხენა ციმციმით დავძრავთ მანქანას და შემოვერთებით და ვახდენთ შემდეგ უკვე აჩქარებას. პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, აი აქ ორი მწვანე
ნიშანი რომ არის ზევით, მან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მოვუხვიოთ მარჯვნივ. 82-ით მივდივარ ახლა ამ შემთხვევაში 80-85-ით უნდა გავაგზავნოთ მაგისტრალზე მოძრაობა 90-იანი გვაქვს. აი ვიდეო თვალის კონტროლი რომ დავინახე, ან რომ მოვახლოვდი ხიდს, გაზიდან ფეხს ავიღებ, მხარზე მარჯვენა მხარეს გავხედავ, რომ ზევიდან არავინ მოდიოდეს, ჩავრთავ მარჯვენა ციმციმას, გაზიდან ფეხი მაქვს აღებული, მარჯვენა სარკეს შევამოწმებ, შემოვუერთდები, შევანელებ, ოდნავ შევანელებ და მარცხენა სარკესაც ვამოწმებ, რომ გვერდიდან აი ესე ვინმე მარ ჩამიჭრას. აქვე შემიძლია რომ აი ციმციმა გამოვთო, ან შემიძლია რომ გავაგრძელო მოძრაობა და მე აქ უკვე საჭის გასწორება გვიწევს და ციმციმაც უკვე თავისით ითიშება. მაგრამ ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გვირჩევნია. შეგიძლიათ არ გამორთოთ და აი აქ ეს ხა საჭე გავასწორეთ და თვითონვე გაითიშებოდა. აი აქ მეტად მკვეთრია მოსახვევი, 35-დან ნახე 40-ით შემოვედი, 35-მდე ჩამოვიყვანე სიჩქარე, ეხა აი ამ მომენტში 22-ით მოვდივარ, ანუ ითვალისწინებთ იმას, რომ გზის დახრილობა და ეს მკვეთრი მოხვევა უკვე გვალდებულებს, რომ ნაკლები სიჩქარით ვიმოძრავოთ. წიმყოფი მანქანა ეხა ამ შემთხვევაში ნახე გავაჩერეთ და დისტანციას ვიჭერ. ნელ-ნელა მივყვები, მალე მოუხვეთ მარჯვნივ დაგვიძახებს, მარცხენა ციმციმას ჩავრთავთ, ხასთან ჩერდებით, მხარზე გავიხედებით მარცხენა მხარეს, არავინ არ იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხედები და მერე დავძრავ. ორჯერ შევამოწმე, იმიტომ რომ მეტი უსაფრთხოება გქონდეს. მანქანის აჩქარების შემდეგ, აი აქ, თუ ციმციმა გამოგერთვება თხელახლა ჩართავ, თუ არა და როგორც კი აჩქარებთ 40-ის ზევით უკვე გამორთავთ ციმციმას. რომ უკნიდან მომავალ მანქანებს, რომლებიც წესით არ არიან ან შორს არიან, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ გამოვიდოდით, უნდა ვანიშნოთ, რომ ჩვენ ახალი შემოსულები ვართ გზაზე და ჯერ შედარებით ნელა მოვდივართ. 60-ით მოვდივარ ახლა ამ შემთხვევაში, მერე ნახეთ, აი აქ პატარა დაღმართი იწყება, მანქანის შენელებას დავიწყებთ, 50-იანი ნიშანი გვაქვს, ნელ-ნელა ვანელებთ მანქანას და პირდაპირ ისე ვაგრძელებთ მოძრაობას. აქ არ უნდა იჩქაროთ, 50-ზე სწრაფად ჯობია რომ არ იმოძრაოთ, რაც უფრო წყნარად და მშვიდად იმოძრავებთ, უკეთესი იქნება. 59-ით მოვდივარ ახლა ამ მონაკვეთში. აჩქარების ზოლი გვეძლევა, ჯერ წინ ყოფი მანქანა უნდა შეუერთდეს, იმიტომ რომ თან ჩვენზე ადრე ჩართო ციმციმა და თან ჩვენს წინ არის, ხო? ამიტომ ნელ-ნელა უკან მივყვებით, უკან სავარაუდოდ მანქანა ეხა გადამასწრებს, იმიტომ რომ შედარებით ნელა მოძრაობა ამ წესების დაცვის გამო მარცხენა სარკეს შევამოწმე, წინ მანქანა შეუერთს და მე გავიხედე მხარზე სარკეში, კიდევ ერთხელ ჩავიხედე და შემოვუერთდი. ავაჩქარე ეგრევე, იქიდან წამოვედი, ნახე 30-ით ხომ მოვდიოდი თუ 40-მდე 39 იყო თუ რაღაც, ნელ-ნელა ავაჩქარეთ, პატარათი 50, 60, 65-დან დავიწყე შემოსვლა, 75-ით შემოვედი, ციმციმა გამოვერთე და 80-ზე გქონდა უკვე მანქანა. ამიტომ რაც უფრო მეტად მართავთ მანქანას და გაზის პედალს უფრო კარგად დავიმორჩილებთ, აი ეს მაგისტრალი ძალიან გაგვიმარტივდება. შეიძლება რაც ყველაზე მარტივი არის, საჭეს რო გავუშვა ხელები, უბრალოდ პირდაპირ მიდიხარ. ჩვენ უბრალოდ ხელი იმიტომ გვიკიდია, რომ თავს ვიზღვევთ, რომ ქვა არ მოხვდეს საბურავს ან რამე დაბკოლება არ ეგდოს ძირს და საჭი არ გადაატრიალოს. თორე რეალურად ჩვენ უბრალოდ მანქანას ხელს ვუშლით, როცა არ ვიცით კარგად მართვა. თორე პირდაპირ მოძრაობა მანქანისთვის ძალიან მარტივია. ჩვენ ვეხმარებით, რომ უბრალოდ მყარად იდგეს ერთ ადგილას საჭე. აქედან დაგვიძახებს, რომ 500 მეტრში მარჯვნივ მოუხვიოთ, მერე გავივლით ამ რაღაც მეტრებს, აქ უკვე გვეტყვის, რომ 300 მეტრში მოუხვიოთ მარჯვნივ, 200 მეტრი გავიარეთ, 300 მეტრი მარჯვნივ, 70-იანია, ნელა 80 ხო გქონდა, შენელებას ვიწყებთ მანქანისას და მარჯვენა ზოლში უნდა შევიდეთ. ანუ უნდა გადავიდეთ მარჯვნივ იმისთვის, რომ მერე მოუხვიოთ. სარკე შევამოწმე, გვერდით გამოვხედე და ძალიან ნელა შემოვდივარ. არ ვაკეთებ მკვეთრ მოძრაობებს და არ ვამოხრუჭებთ ეგრევე. ეხა შენელება იმიტომ მომიწია, რომ ჩემ წინა მანქანამ შეანელა ზედმეტად. შესაბამისად მეც დავაჭირე მუხრუჭს. თუ და ზოლში შემოსვლის შემდეგ შევანელებდი. მალე მოუხვეთ მარჯვნივ, აქ გვეტყვის, ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას. უკვე ჩართული მაქვს, იმიტომ რომ არ გამომირთვია, ჩართული დავტოვე, როგორც კი ზოლში გადმოვედი და მარჯვენა ზოლიდან გავაგზავნებთ მოძრაობას ეხა. აქ როგორც გითხარით, ერთი ზოლია, მაგრამ მარცხენა მხარეს თუ გახედავთ, ან თუნდაც ჩვენ წინ ეხა ეს შკოდა 1-2-ს ასწრებს. ანუ ორი მანქანა ეტევა თავისუფლად, შესაბამისად შეიძლება ორ ზოლად ჩაგვითვალოს გამომცდელმა ყოფილა ბევრი მსგავსი შემთხვევა, ამიტომ გვერდის ავლის დროს აუცილებლად გამოიყენეთ ციმციმები. ნახეთ, მარცხენა ზოლში გადავიდა მანქანა და ინახა სარკე, შევამოწმე, გვერდით გამოვიხედე, ნელ-ნელა გადმოვდივარ მარცხენა მხარეს, გამორთავ ციმციმას, ოდნავ გასაუშვე ფეხს, რომ ამ მანქანამ ხედავდით, რომ ეს მანქანა მარცხნივ მოდიოდა, ანუ გზის გადაჭრა უნდა და დათმობის ვალდებულება ექნება მაგ დროს, მაგრამ ჩვენ მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ შეიძლება არ დაგვითმოს და გადმოგვიჭრას გზა.
500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ. 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და პირდაპირ. როგორც აღნიშნეთ წინა ვიდეოებში და ყველა ვიდეოში ამას დავაკონკრეტებ, რომ სამკუთხედი, რომელიც დათმობას გვავალდებულებს, ჩვენ ნახეთ, პირველს არ ვუთმობთ, პირველ გამოსასვლელს, ვუთმობთ მეორეს, ანუ პირველი წრიული არ არის და წრიულზე გვაქვს დათმობა, მხარზე გამოვიხედებით და ნელ-ნელა მარცხენა მხარეს წამოვართ. აი აქ ეხლა ნახეთ, მარცხნივ წამოვედი, მარჯვენა ვხედავ, რომ მანქანები გამოდიან, დათმობა აქვს, მაგრამ მაინც ვაქცევთ ყურადღებას. აი აქ უკვე ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას, მხარზე გავიხედებით და შევალთ უკვე პარკინგის ნიშნებთან, ანუ იქ დავასრულებთ გამოცდას.